ზოგს მიაჩნია, რომ ჩიმაევის მარცხის მიზეზი წონის კლება იყო. Ბევრი ფანი კი კონსპირაციულ თეორიებს ემხრობა და ფიქრობს, რომ ჩიმაევმა ბრძოლა გაყიდა. რეალურად კი ჩიმაევი ამ ბრძოლაში მაშინ დამარცხდა, როცა ჯერ კიდევ ძლიერად გამოიყურებოდა. თუ ბრძოლას გავაანალიზებთ, დავინახავთ, რომ ყველაფერი ერთმა პატარა დეტალმა შეცვალა. შეხედეთ ჩიმაევის დაცვას, ხელებს შორის სივრცეს და სტრიკლანდის ჯებს. ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ეპიზოდია. სინამდვილეში კი სწორედ აქ იწყება ჩიმაევის პრობლემები. UFC 328 მთავარ ბრძოლაში ერთმანეთს ხამზად ჩიმაევი და შონ სტრიკლანდი დაუპირისპირდნენ. ჩეჩენი მებრძოლი კარიერაში პირველად დამარცხდა. ბევრი მიიჩნევს, რომ ხამზატის მარცხის მიზეზი წონის კლება და დაყრილობა იყო. თუმცა რეალურად ყველაფერი ბევრად უფრო ადრე დაიწყო. პირველ რაუნდში ყველაფერი ჩიმაევის სცენარით მიდიოდა. მან თითქმის 5 წუთი გააკონტროლა სტრიკლანდი, როგორც ამას კარიერის განმავლობაში ბევრ მოწინააღმდეგეს უკეთებდა. მაგრამ მეორე რაუნდში პირველად ნახეთ სრულიად განსხვავებული სურათი, რომელმაც ბრძოლაზე გავლენა მოახდინა. ეს არის არასწორი დისტანცია. თუ ბრძოლას ყურადღებით უყურებთ, შეამჩნევთ, რომ ჩიმაევი მუდმივად ცდილობდა სტრიკლანდამდე მისვლას, მაგრამ ძალიან იშვიათად ახერხებდა იმ პოზიციაში მოხვედრას, საიდანაც მისი დარტყმები მაქსიმალურად ეფექტურია. ხამზატი ყველაზე სახიფათოა მაშინ, როდესაც საშუალო ან ახლო დისტანციაზე შედის. სწორედ იქ შეუძლია ძლიერი მარჯვენას, კომბინაციებისა და თეიქდაუნის საფრთხის ერთმანეთში შერევა. სტრიკლანდმა კი ეს ზონა პრაქტიკულად ჩაკეტა. ყოველ ჯერზე, როცა ჩიმაევი დისტანციის შემცირებას ცდილობდა, წიხვდებოდა ჯები. ამგვარად ხამზატს მისთვის სასურველი დისტანციის პოვნა გაუჭირდა, რაც სტრიკლანდის გეგმის ნაწილი იყო. დაეტოვებინა ხამზატი იმ დისტანციაზე, საიდანაც ყველაზე ნაკლები საფრთხე იყო მოსალოდნელი. ჩიმაევი გათვლას ძლიერ დარტყმებზე აკეთებდა. თუმცა არასწორი დისტანციის გამო მისმა ბევრმა დარტყმამ მაქსიმალურ პოტენციალს ვერ მიაღწია. ეს განსხვავება კიდევ უფრო თვალსაჩინოდ გამოჩნდა იმ მომენტში, როცა მან შეძლო სწორი დისტანციის პოვნა. თუ ბრძოლაში მხოლოდ ერთ ტექნიკურ ელემენტს გამოყოფდით, ეს ალბათ შონ სტრიკლანდის პისტონჯები იქნებოდა. მაგრამ სანამ ნახავთ, რატომ მუშაობდა ის ჩიმაევის წინააღმდეგ, ჯერ უნდა გავიგოთ, რა განსხვავებაა პისტონჯებსა და კლასიკურ ჯებს შორის. კლასიკური ჯების შემთხვევაში მხრისა და სხეულის როტაცია უფრო მეტია. შესაბამისად, ასეთ დარტყმას მოწინააღმდეგე უფრო ადვილად ამჩნევს. ხოლო პისტონჯები უფრო სისწრაფეზეა ორიენტირებული და სწორხაზოვნად პირდაპირ ხაზზე მუშაობს. მოძრაობა მხარზე მეტად იდაყვის სახსრიდან იწყება. არ არის მკაფიო სიგნალი, რომელსაც მოწინააღმდეგე წინასწარ დაინახავს. სტრიკლანდის ჯების ეფექტურობა მხოლოდ მის სისწრაფეში არ იყო. მთავარი მიზეზი ჩიმაევის დაცვაში არსებული პატარა, მაგრამ კრიტიკული ხარვეზი იყო. ხამზატი ხშირად იყენებს მაღალ დაცვას, თუმცა მისი ხელები ყოველთვის მჭიდროდ შეკრული არ არის. ხელებს შორის მცირე სივრცე რჩება, განსაკუთრებით მაშინ, როცა წინ მიიწევს, ან თეიქდაუნისთვის ემზადება. მაღალი დაცვის დროს იდაყვები და ხელები იდეალურ შემთხვევაში ერთმანეთთან უნდა იყოს, რათა ცენტრალური ხაზი მაქსიმალურად დაიფაროს. ჩიმაევთან კი ხშირად საპირისპირო სურათს ვხედავთ. მისი იდაყვები ზედმეტად გაშლილი იყო, ხოლო ხელებს შორის სივრცე ღიად რჩებოდა. ამის მიზეზი მისი საბრძოლო სტილიცაა. ხამზატი პირველ რიგში მოჭიდავია. მას მუდმივად უნდა შეეძლოს სწრაფი დონის ცვლილება, ხელების ჩაჭიდება და თეიქდაუნზე გადასვლა. ძალიან მჭიდრო კრივის ტიპის დაცვა ამ მოძრაობებს შეზღუდავს. ამიტომაც მისი დაცვა უფრო მოქნილია, მაგრამ რჩება სივრცე, სადაც შონ სტრიკლანდის ჯები გადიოდა. სტრიკლანდმა ძალიან სწრაფად შენიშნა ეს დეტალი. მისი ჯები პირდაპირ ცენტრალურ ხაზზე მუშაობდა და მუდმივად ცდილობდა ჩიმაევის დაცვის შუაში არსებული ფანჯრის პოვნას. ეს იყო იდეალური შეჯახება. სტრიკლანდის პირდაპირი სწრაფი ჯებისა და ჩიმაევის დაცვის იმ პატარა ხარვეზის, რომელიც მთელი ბრძოლის განმავლობაში ღიად რჩებოდა. მეორე რაუნდში სტრიკლანდმა თეიქდაუნზე შესული ჩიმაევი თავად დაიჭირა და გააკონტროლა. ეს მხოლოდ 3 წუთი არ იყო. ეს იყო სიგნალი ხამზატისთვის. სიგნალი, რომ ყოველი თეიქდაუნის მცდელობა წარმატებით არ დასრულდებოდა. აქ ყველაზე საინტერესო ისაა, რომ სტრიკლანდი თეიქდაუნის დროს პანიკაში არ ვარდება. ყველაფერს სწორ პოზიციაში აკეთებს. პირველი, რასაც ვხედავთ, ჩიმაევის დონის ცვლილებაა. ის ჩადის დაბლა, ფეხებში შედის და ცდილობს სრული ძალით წინ წაიყვანოს სტრიკლანდი. მაგრამ ზუსტად ამ მომენტში სტრიკლანდი ჰიპბექს აკეთებს. თეძოებს უგანაგდებს და მთელი წონით ზემოდან აწვება ჩიმაევს. ეს კლასიკური სპროულ დეფენსია. შედეგად ჩიმაევს უკვე აღარ აქვს სუფთა ძალა ფეხებში და შეტევის ენერგიის ნაწილი იკარგება. მეორე მნიშვნელოვანი დეტალი ჰედ კონტროლია. სტრიკლანდი თავს და კისერს აკონტროლებს. როცა მოჭიდავეს თავი დაბლა რჩება, ის კარგავს პოზიციას, ბალანსს და ვეღარ აგენერირებს იმ ძალას, რაც თეიქდაუნის დასრულებისთვის სჭირდება. შეხედეთ შონის პოზიციას. ფეხები ფართოდ აქვს დადგმული.
ეს ნიშნავს, რომ მისი ბალანსის მოშლა ძალიან რთულია. ჩიმაევი შედის ფეხებში, მაგრამ სხეულის ცენტრს ვერ აკონტროლებს. ეს არის პოზიცია, ბალანსი, თავის კონტროლი და გამოცდილება ერთდროულად. აი აქ უკვე ძალიან კარგად ჩანს, რატომ უჭირს ჩიმაევს ტეიქდაუნის დასრულება. პირველი დეტალი თავის პოზიციაა. სტრიკლანდი პირდაპირ ზემოდან აწვება და ჩიმაევის თავი დაბლარჩება. როცა მოჭიდავი ასეთ პოზიციაშია, ის ვეღარ აგენერირებს ძალას ფეხებიდან. შემდეგ შეხედეთ სტრიკლანდის თეძოებს. ის მთლიანად უკანაგდებს თეძოებს და სხეულის წონას ჩიმაევის მხრებზე ანაწილებს. ეს კლასიკური სფოულია. მოძრაობა, რომელიც ფეთქებად ენერგიას მალევე კლავს. ასევე არ უნდა გამოგრჩეს სტრიკლანდის დაცვის სტილი, რომელიც ჩიმაევის დარტყმებს შუა მოძრაობაში აჩერებდა. ამით შონი ხამზატის რიტმსა და თაიმინგს რევდა. ასევე არაძლევდა საშუალებას ეპოვა სწორი დისტანცია და განეხორციელებინა კომბინაციები. საბოლოოდ კი ამ ბრძოლის ანალიზის შედეგად ერთი რამ ნათლად შეგვიძლია რომ ვთქვათ. ხამზატის მარცხის მიზეზი მისი წონის კლება ან დაღლილობა არ ყოფილა. ეს იყო შონ სტრიკლანდის გეგმა. მან თავიდანვე აღმოაჩინა ხამზატის დაცვაში არსებული ხარვეზი და მთელი ბრძოლის განმავლობაში იყენებდა ამას. მან არ მიცა ხამზატს მისი გეგმის შესრულების საშუალება. ყველაფერი საკუთარი გეგმის მიხედვით წაიყვანა და საბოლოოდ ჩემპიონი დაამარცხა. თუ მოგეწონათ ვიდეო, გიყვართ კრივი და MMA, გამოიწერეთ არხი, დალაიქეთ ვიდეო, მე გივეცდები რომ უფრო საინტერესო განხილვები შემოგთავაზოთ. დიდი მადლობა.